გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა გავიგოთ ვინ არის პროფესიონალი მეკარე და დამეხმარება ზიპერა. და ჩემთან ერთად იქნება კიდე ვანდერა, რომელსაც უკვე გაიხადა, ავიდა 2000 გამოწერზე. მეგობრებო, რა შვებით როგორ ხართ? 2000 გამოწერზე იხდიდა და უკვე გაიხადა შიშველი პატოები. მე და რაღაცეები რა. რა ხდება ხიდე შაგვიხდა? ძალიან მარტივად აგიხსნით. 6 მოთამაშეა, ანუ მეკარეა 6, პროფესიონალი. შეიძლება იყოს ფუტზალი და შეიძლება იყოს დიდი ფეხბურთიდან. ნუ ეგ არ ვიცით, ეს ერჩეული არა, მე სავით ვინები არიან. მოკლედ 6-დან ერთი არის პროფესიონალი. თუ ვერ გამოვიცანით, წავაგებთ 1000 და თუ მოვიგეთ 400 ლარს გავიყოთ მე და შენ აგვანდერი ეს დავტოვოთ რა. მოდი ვიდეო დავიწყოთ, მე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და Right Guys-ის არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ასე თქო Right Guys-ზე, მოკლედ. დედის ტყელი არხია. ძალიან მაგარი არხი არის მართლა და ვისაც არ გაქვთ გამოწელი აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ. არხი არის სადაც მე და ხიდეშა ვართ ერთად სულ. გაერთიანებული ძალებით. მოდი ახლა კი დავიწყოთ ვიდეო და ბიჭებთან გადავიდეთ. კითხვა მაქვს ნახე? ანუ რიგის მიხედვით უნდა დავიწყო? ანუ შენ როგორც გინდა სკენი რა. მეორე. მოდი მეორე მონაწილე დავიწყოთ, როგორც მეკარე და რაღაც. მოდი ახლა შენი და ჩვენ შევაფასებთ. მიდი ვანდერი. ეს შემოგზავნილი, ეს მართლა შემოგზავნილი. ჩემი ბრალია. ეს ერთ-ერთი, არა, ინსტინქტი არის მეკარის და ეგ შევამოწი. რა. ოპა, გააქვა ნახე. მოდი ახლა სხვა იყოს. ზიპერ ამოირჩე, შემდეგი ვინ გამოვიდეს? მოდი 6 ნომერი გამოვიდეს. 4 ნომერი რა. 4 არა, გთხოვ, პირველ 4 ნომერი. აი, ზიპერა მიუშ ვანდერ, მოდი. ზიპერ, დავაი, აბა გვანახე 4 ნომერს რა შეუძლია. ო, რეაქცია კაი. კი, გაარა. ბოზიშვილი იყო რა მეკარებო. არა, აი გამოსვლა, მოძრაობა უკვე სხვა დონეა ვანდერ. კი. ანუ. არა. კაი. მადლობა 4 ნომერს. მადლობა. მოდი პირველი ნომერი ვნახოთ რა. და ვანდერა მოვიდეს ახლა. აქედანო შემიძლია შევაფასოთ მაორო. მეორე ნომერი გაცილებით ჯობდა მე 4 ნომერს. ფუძალინი. რა? კარგად იჭირს, რეაქციაც აქვს არა? ო არა, ცუდი არ არის. მადლობა. შემდეგი, მოდი. არა, წესი მოხრილი არის. აი, ეთყობა რა სკოლაში დადის და ჩანთების ის აქ რა, ჩანთებს ათრევს. პრობლემა აქვს. ხო, აი, წელზე პრობლემა აქვს, ანუ. ნუ გასაგებია ყველაფერი, მადლობა 6 ნომერს. ნახე, რანაირად დადის, კაუნტერს გიროკია. რევაზას ნაირად დადის. მე-6 არის კაუნტერის მოთამაში, შენ ეგრევე გიცანი, ბაბუ. მესამე ნომერი გამოვიდეს. ოპა. აიღო. გონი გასაგებია, ვანდერ. ეს მე მომწონს ეს ბიჭი. ვანდერ, მიმიშვი? ოპა. ეს ხო? ანუ. არა უშავს ზიპერ ეს დაიგიდეთ, მეგობრებო, თქვენ ხართ პროფესიონალი მეკარეები და მე ვარ YouTube-ე. იქიდან რომელიღაცამ გაიცინა და რომელი ნომერი იყო პროსტა არ ვიცი რა. ეხლა პირველი რაუნდი მორჩა და მოდი წინ მოვიწიოთ და ვიტყვით თუ ვინ გავა. მოიციეთ ბიჭებო. მეხუთე იყო ძალიან კარგი, მეორე იყო კარგი, აი 4 ნომერი თუ შეიძლება რა. წინ რო გამოხვიდე თუ შენ. რომელმა მეკარემ აიღო ოქროს ბურთი? ლევიაშინი. თანამედროვედან არც ერთ. რა გუჩი თამაშო? იბერია 2010-ში. იბერია 2010. მოკლედ ჩემი აზრით მეკარე თქვენში 100%-ით და გადაწყვეტილად არ არის 4 ნომერი. ბოდიში ზმაო 1000 არის ვერ გაგატარეთ. სახეზე არ მეცნობა. არ ვარ პროფესიონალური მეკარე. მადლობა ზმაო. თქვენ თუ გინდათ რომ მიიღოთ მონაწილეობა ესეთ პროექტებში, დააკომენტარეთ აუცილებლად, მოვწერეთ Instagram-ზე და მიიღებენ ბიჭები მონაწილეობას მეკარეებიც, გარეთ მოთამაშეებიც და სხვა პროფესიის ადამიანები. იუთუბერებიც ხო ვითვლებით ხარ? კი. სხვა სპორტის. კი. იუთუბერები, პორნოვარსკვლავები. და მეორე რაუნდი. მე ზიპერა გეტყვით მეორე რაუნდში რა იქნება? მე დიდი სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერ მეც არ ვიცი. ეხლა შევაფასებთ როგორ თამაშობთ ფეხით. პირველიდან დავიწყოთ ესე გამოყნეს. კარგი, კი ბატონო. ბურთი მინდა მე. ვაიმე! პირველი ფუტზალის გონი საკმარისია, შემდეგი საკმარისია. მოთამაშო, პირველი წავიდე, შეუძლია ზმაო. აი, რანაირ როშა იცი? უბანში რომ ძალიან მაგარი მეკარე იყო, აი ძალიან და ხადაო ზმა. მეკარი, ავი უეშელა, მიიღეს ეგრევე პირველი ვერსი ხვედრაზე. გეჩსა მეკარი ხარ.
ვანდერი, მეორე ნომერი. კარგია. მარჯვენათი და მარცხენა. ერთიც რა, ერთიც, მეორე ნომერი ერთიც. მეორე ნომერი გვაში. არ მომეწონა, ცოლს გავს. მადლობა საკმარისია ძმაო, მესამე ნომერიც მოვიდა. მესამე ნომერი, ნახე, კარიდან გამოვიდა, ნახე. ვერ მივხვდი ამით. ანუ აქ რო გავიდე, ვანდერ, მომეპასი? კარში რატო არ? ბიჭო, ვანდერ, მომეპასი? კარში. აი, ნახე რატო არ არის? ნახე. მომეპასი აი აგის. აი აქ და ხურე ნახე. მივეცი და შეიძლება აი ეგეთი რაღაცა ვერ მივიდე და გოლია. გამოვიდა მეკარე ნამდვილი. რო ჩარჩოში პასი. მიიღო მიცა. ხვდები? აი პროფესიონალია საბოლოო. დადექი. სო აღარ გინდა კაი სადგომა, დადექი გადასული ხარ შემდეგ კლუბში. მეხუთე ნომერი მოვიდეს. ეხა ყველა იქ დადგება. აუ, ერთი დარჩა მერე ბიჭო. მერე ყველა იქ მივა რა. აუ, რა კაცია. თან ბიჭო, რა იმით ვარ მოსული? გეგონება ის ვარე? მალდინა. ბალოტელი ვარ, სადღაც. ბალოტელი დარბუდა ასეთ შარულებით. აი და ჯამატა მაჩუქა, მოკითხა ჯამატას. ეს არ მომწონს. აი ეხლა გამომჟღავდება ზიპერ მეექვსე ნომერი ნამდვილად კაუნტერის მოთამაშე არის თუ არა. გონი ყაჩაღი. მოდი მეხუთე ნომერთან ვაკითხო. სათამაშო თუ შეგიძლია. დუშეთის არაკუში. საყვარელი მეკარე ვინ არის მოდი აბა? ბუფონი. კაი ბუფონმა სადაიშვა. ესე არ მახსოვს პატარა ვარ. ხო პარა. კაი მოკლედ. არა, თავარი კითხვა, ანუ რატომაც ანუ კითხვა სვავთ არის რომ აი დამუშავების ეგეთი მეთოდი რატომ? ჩემით მოფიქრებულია. ჩემი აზრით ძალიან კრეატიულია ძმაო. ისეთი პასუხი გაქვთ რომ აგდება სიმსახურებს. დაგვეხმარა ბიჭო. ლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე რომელ მეკარეს აქვს ყველაზე მშრალი მატჩი ჩატარებული? მშრალი გა. ესე ზუსტად და ისე დაწრულებით არ ვადევნებ თვალს, მაგრამ ფიქრობ რომ საფანოვია. მესი თუ რონალდო? რონალდო. არა. ანუ მართლა ანუ მესი თუ რონალდო ხო სერიოზულად? არა, სერიოზულად რონალდო. მე არ მინდა რომ მეექვსე ავუჩი. მე მგონია რომ მეექვსე ნომერი არ არის პროფესიონალი. არ არის პროფესიონალი მეექვსე სულჩევი. მოიხსენი სპენიკოსული ბალაკლავა და გაგვესაუბრეთ. მითხარი მეკარე ხარ თუ არა? არა. გზელდება თამაში, ამიტომ ავი 12 წელია ფრენბურთს თამაში. ფრენბურთელი ხარ? კი. სათამაშო. უმაღლესი ლიგის გუნდი იყო ცაგერი და იქ თამაში. ეხლა აღარსა დავამთავრე კარიერა იდეაში ტრავმის გამო და ეხლა ბავშვები მყავსოთ. დიდი მადლობა ძმაო. დიდი მადლობა. გაიხარე. გაიხარე მეექვსე ნომერს გულები. მოდი მესამე რაუნდი გავაკეთოთ რეაქციებზე. ვანდერა დაეხმარება ბიჭებს. ვანდერ, მიდი. მეგობრებო, გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო 5000 ლაიქზე გავაკეთებ განმეორებით ოღონდ კალად. წინა ვიდეოს ამდეილა 7000. ანუ მე არ ვიმსახურებ 8000? ზიპერა არის, ბათუმიდან ჩამოვიდა სპეციალურად. კი. ჩემთან მოსასვლელად და რაით გაისის არხისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა შენ დაგა პრიორიტეტი ბაბუდა. მეგობრებო, 8000 ლაიქზე გადავიღებთ უკვე კალათბურთზე, სადაც პროფესიონალი კალათბურთელი იქნება. გაწერეთ კომენტარებში ვინ გიდათ კალათბურთზე იყოს. ახლა კი გადავიდეთ რეაქციებზე. ჰოპ. არაუშავს. ჰოპ. ვა, გააქვთ. საკმარისია, შემდეგი მოვიდეს მესამე ნომერი. ჰოპ. არაუშავს, გასრიალდა, არაუშავს. ჰოპ. ჰოპ. შემდეგი. ჰოპ. ვაუ, რა დაკუა. არა, ეს ხა. კაი რეაქცია აქვს, ძალიან კაი რეაქცია. შემდეგი პირველი, მადლობა ძმაო. ჰოპ. ჰოპ. არის. ეს შემოგზავნილია თავიდან მაგარი მეგობრებო. როგორ ბიჭო, პირველზე დავდებ, სონი გაკიდი. ჰოპ. მე მაინტერესებს ხელთონის ხელისგულები გვანახეთ რა, რამდენად გაცვეთილია. ზიპერ, მოდი პენალი დაუწყი ბიჭებს. ყველაზე ნახე. პენალიც აუწყი. იცი რა მაინტერესებს მებო? გადავწყვეტი პენალია და რას აკეთებ? თან ეგეც გააკეთეთ რა. აი რა მოძრაობა რომ დააბდიო მეტოქე. ანუ ამით აბნევთ. კი ბატონო. ზიპერ რა შვი? კიდე ერთიც? არა, მესამე ნომერი ხა, ერთიც ულიმიტო კი არა აქვს ჩართული. აი დგომი უკვე ეგაა რა. ოუ, რა გადა? ბიჭო, გადაო? აუ, არა. კიდე საკთხოვთ რა. აუ, არა, ძალიან ძნელია. გადახა, ბოზიშვილი იყო.
ბიჭო, რონალდო არ გევასება რო კითხო და რონალდოსაც ყიდგები. მეტი დგომი არ ვიცი ჩემი დედამ. გეხოცები. მემარცხენე ხარ, მესის სიმაღლე ხარ და მესის გახედო, გამოხედო. სიმაღლე შეხარ ბოზიში. გაგიტყდა ბაბუ იზვირი. დგომი გამიკეთ, ახედვა. ბრavo. მოდი, ერთ კითხვას დაუსვე პირველ ნომერს. სათამაშო. თამაშობ ახლა ილიას აკადემიაში. ვაფშე არ ვარ მეკარე. ვიცი და დამიჯერე რა მოიგებ ცხოვრებაში. რა საქმეა რომ მუშაობს სადმე? ჩემი ბიზნესები მაქვს რაღაცეები და. ვა, ძალიან კაი, მადლობა. კარგი. ვაიმე, ფინალში ვარ? ჯარიმე დაარტყი. ჯარიმები დაუტყი. აი აქედან. ზიპერი, ჩათვალი მოგჩე ხეს. წერტილა მოიჩიე, საიდან დაარტყოდი ჯარიმას? იას. ოღონდ გაითვალისწინე ბოლო წუთი არა და 2-2-ია მაგაში. არ ხარ მეკარე ბაბუ, არა. რამდენი ხანია ვიძახი მე მაგას? შენ ხარ კაუნტერის მოთამაშე. კაი, მოდი შემდეგი ვცადოთ, აბა, რას იზავს? კაი, მოდი შემდეგი ვცადოთ, აბა, რას იზავს? მართლა ფინალია. ხო, მეთქი შეჩემე ხარ, რამდენი ხარ ვიდა? არა, მეკარებო. ვაიმე! არი რო ჩემი კუთხე არ არის. რა შეაგდო? ხა მეხუთეს შევხედოთ, ეხლა რის თავი აქვს? გასაგებია ყველაფერი, ზიპერ მოდი. განაწილდნენ და მოდი ბიჭემას სამკუთხედი გააკეთონ და ერთმანეთში გააკეთონ სხვა. ცოტა გაუჩინოთ, ცოტა გაუჩინოთ. მეორეა პროფიტი. რომელია მეკარე? ჯერ თამაჩერებელი. არა ზაფშტი. კარგი. სო, ბიჭებო, საკმარისი არის რა. საქართველოს ნაკრების მეკარეები რო ჩამოგვითვალო რა. მეორე ნომერი. საიდან დავიწყოთ? საიდან შეგია შენთვის გამორჩეულები? არა მარტო მოქმედი, არამედ გამორჩეულები? დევაზე, ტოგონიძე, მამარდა, ლორია, რევიშვილი, ჭანტურია. მეკარეა შეზღუდვას ფისავარსო. ამ ეტაპზე ვინც ხართ მოსულები, დაასტოპეთ. დაასტოპეთ და დაწერეთ კომენტარი ვინ არის ნამდვილი. ოღონდ არ გადაახურეთ, დიდი თხოვნაა. დაწერეთ მეორე ნომერი, მესამე თუ მეხუთე არის ნამდვილი მეკარე. გთხოვთ არ გადაახუროთ და ისე და აი მეხუთე. აი რომელი მეკარის, რომელი სეივი, კაი გახსენდება და რომელი არის კარგის კაი კითხვა შეხოთაშო. აუ, მაგარი კითხვა ძალიან. ეხიას სეივი იყო ძალიან კაი. რომელი? 2018-ში ონგონი. ცხრიანში აიღო ძალიან კაი. მე ორი ნომერი თუ შეიძლება. მაინტერესებს აი ეს მორიელის სეივით რომელი მეკარეა ცნობილი? სახელი გვაქვს თუ იცი? ზუსტად სახელი არ მახსოვს. რო ვაგვიხსენო, შეიძლება სახელი არ გახსოვს. იგუიტა ხთვას. აი იგუიტა, აი გამახსენდა. უჭოლი ესაა მეკარე. რა მუშები ყო და უსარო მენა მეკარე. რაო დგუ რა? მებო, თქვენსა ეხა არის ფინალური ეტაპი. რა ნომერსაც ავწევთ, მეგობრებო, ერთი გავარდება რა. ჯამში ოვერალ რასაც უყურე, ჩემი აზრით მეხუთე არ არის მეკარე. მეხუთე ნომერი მოვიხსნათ აბა ბალაკლავა. არა ვარ მეკარე. რას წარმოადგენ? ელექტრიკი ვარ. ოპა! მებერ, შენთან ხო მაქანის? არა. დაყვანილობები სა. დაყვანილობი. ეხა მაღაზიას ვაკეთებ სპორტს. დედას ვიცავარ. ხიდე სპორტი იქნება და იქ უნდა გაიყვანო შენ ძმაო ელექტროობა. ბაზარია. აღო ძმაო. ძალიან მაგარ მაღაზიას გავხსნი. ძალიან მალე ხიდე სპორტი და გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ და ძალიან ბევრი საჩუქრები გათამაშდება და ძალიან მაგარი ბუცები იქნება, ბურთები მაგარ ფასებში. ანუ ჩემთან დამიჯერეთ, ყველა შეძლებს ყიდვას და ძალიან ბევრი ქველმოქმედებას გაკეთება მაგ მაღაზიიდან და მოკლედ ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ წინ რა. აუ, გთხოვ, ეხლა ავწიოთ გამარჯვებული ვინაა რა. აწი. ნუ გაგვაიწი. ეს ვიცით უკვე ყველა. ეს შეხარ მეკარე. ორი ნომერი გონი მეკარე ხარ, პროფესიონალი მეკარე, ოღონდ ნელა მითხარი. მოიცენი დაგვენახე. აუ ეს სამოვისე. ლევაშოვნაძე! ყველაზე ნაკლები გოლი. ვამბობ. ეროვნულ ლიგაში გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი. მე შახტას მეკარია. იცადე დამეფარა ეს სტუდი რაღაცეები თავი, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ ანუ სპეციალურად გავაკეთე რაღაცეები. იცი რაზე მივ. ნახე ბიჭო სპეციალურად გავაკეთე, ისო გაუშვა. ანუ ვეცადე რომ თავი დამეფარა, მაგრამ ყოჩახ. მართლა? მოდი მესამე ნომერმაც მოიხსნას რა. გაგვიწევს. თამაშობ. თამაშობ.
იბერია როცა სასაკობრივში. ვაუ. ბრავო. კი, ანუ ეთქობოდა რომ ფეხბურთი იყო მეკარე რო იყო ეთქობოდა. ყველაზე ნაკლები გოლი აქვს, ნო. ყველაზე მეტი მშრალი მატჩი. ყველაზე მეტი მშრალი მატჩი, ანუ რა და დიდი მადლობა ბიჭებო. ლევან, დიდი მადლობა მოსვლისთვის. უმაგრეს ლიგაში. მაგაზეებით აღარაა მეტი ლიგა საქართველოში. წარმატებებს. მადლობა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. მე შეხტეს მოკითხვა, თამაშობდი მე შეხტეს თავის დროზე. ხო, ჩვენი ხელში გამაშობდა კი ბატონო. თავის დროზე. დიდი მადლობა მინდა მეც მოგიხადოთ რომ აქ მომიწვიეთ. აი მიხარია რომ ისეთი საქმით ხარ დაკავებული და გისურვებ წარმატებებს და და სხვათა შორის მალე ერთი არხი გვაქვს, რაიდგაისი, სადაც მე და ხიდეშაც ერთად ვართ და ეხა სხვათა შორის რაღაც საფეხბურთო ამბავს გეგმავ. ჯერჯერობით არ შემიძლია რომ დავასპოილერო ხალხი, მაგრამ თუ დაგვემატები, დიდი სიამოვნებით გამიხარდება ძალიან. გაიხარეთ, ბიჭებო, მადლობა. ასეთ გავაცინოთ, მოდი. სამ ნომერსაც უღრმესი მადლობა. მადლობა, გაიხარე იბერიას მოკითხვა. ძმაო, საკუთარი თავი და იბერიას მოკითხვა. მადლობა ძალიან დიდი რომ გვიყურეთ. ზიპე, რამდენი ლაიქს იმსახურებს ეს ვიდეო? 8000 მინიმუმ, არ ვიცი რა. ზიპერას ხათრით. ზიპერას სიყვარულის გამო ბიჭი ეროვნულიგიდან იყო მოსული. რავი, ვანდერამ 2000 უკვე გაიხადა. მე მგონი რომ 8000 ცოტა არის, ძმაო. მოდი 8000 იყოს ამ ეტაპზე. მოდი, აი და შემდეგ მაგარ ეპიზოდს ავდებ. კაი. 8000 იყოს და მაგარ ეპიზოდს ავდებ. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გავიყენოთ 8000 ლაიქზე, გამოიწერეთ არხი. ძალიან მაგარ ვიდეოს გვირდებით წინ და წინ. რაიდგაიშის არხზე სრული ქაოსი. საქართველოს ნომერ პირველი არხი იქნება, მაგის პირობას მე გაძლევთ, სიპერა გაძლევთ. გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში. შემდეგი რა გადავიღო და ოცნით გეხვევი და მიყვარხართ გულში. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა დაწერეთ კომენტარებში. კალათბურთის ვიდეოზე ვინ მოვიწვიო ჟიურიში. გავიგოთ ვინ არის პროფესიონალი კალათბურთელი. ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურეთ, კოცნით და ძალიან მიყვარხართ. კარგად იყავით.